ნავალოვსკი პასი საჯარიმოში დარტყმა და პირველი რეალური საგოლე მომენტი დღევანდელ შეხვედრაში ყაზაიშვილს შეეძლო გატანა ძალიან კარგი შეტევა გამოვიდა ახლა ჩვენს გულს განმეორებით ეს ეპიზოდი ნავალოვსკის შეწოდება მოახერხა დარტყმა ყაზაიშვილმა ჯერ მეკარემ შემდეგ მცველმა და მერე დაუფარა კიდევ მცველმა ითამაშეს კი რა კარგად ითამაშა ახლა ყაზახეთის ნახოთ ხური შეწოდება სახიფათო მომენტი არა არ წავიდა კარისკენ ბურთი ფლანგიდან გვიტევენ ყაზახები ძალიან სახიფათო საჯარიმოშია უკვე ბურთი გადაცემა დარტყმა და 1-0 სამწუხაროდ დავისაჯეთ პატარა უყურადღებობა და იმ წამსვე გამოიყენეს ყაზახებმა აზატ ნურგალიევი გატანილი გოლის ავტორი მანამდე კი მუჟიკოვმა ითამაშა ძალიან კარგად მარჯვენა ფლანგზე ჩავარდა ჩვენ ვამბობთ რომ ნავალოვსკი მუდმივად შეტევაში იყო ჩართული და აქ არა მარცხენა მცველის პოზიციაზე არავინ არ იყო ხა ყაზახთა ამ შეტევაში ძალიან წინ იყო ნავალოვსკი წასული ხედავთ და აბსოლუტურად არავინ იყო ვერც ვერავინ ვერ დააზღვია ასე ძალიან თავისუფლად მისცეს მუჟიკოვს შესაძლებლობა ბურთის საჯარიმოში შეწოდების და შემდეგ კიდევ ერთხელ განმეორებით ნახოთ აგერ დაცვის ცენტრშიც მაშკარა შეცდომა მოკლედ აიჭრა მთლიანად ნურგალიევი იყო მარტო დარტყმის მომენტში და ნუკრეევიშვილს რა უნდა ეკნა აი აქ შეიძლება არტმევაზე თამაში კარგია ყაზაიშვილი ვნახოთ როგორ გააგზელებს იგი ამ შეტევას უკან გადაცემა კანკავა მარჯვნივ პასი ლობჟანიძეა ისევ ჩართული და გზელდება შეტევა დარტყმა და 1-1 ბრავო თითქოს არაზუსტი გადაცემა გააკეთა ლობჟანიძემ თუმცა საბოლოოდ კარგი მოხდა საქართველოს ნაკრებისთვის და თორნიკე ოქრიაშვილმა გაათანა ანგარიში 1-1 ძალიან სწრაფი პასუხი და აბსოლუტურად ლოგიკურია ის რომ ერთი გოლის გატანა მაინც მოახერხეთ პირველ ტაიმში. ნახეთ ახლა ლობჟანიძე ჩაწოდება უნდოდა. ცუდი პასი გამოუვიდა და შესანიშნავად ითამაშა იქ ჭანტურიამ რომელმაც გაატარა ბურთი და თორნიკე ოქრიაშვილმა უზუსტესი დარტყმით გაათანა ანგარიში. ძალიან ნიჭიერია კაჭარავა. მოვიდა უკვე დრო როცა ნიკა ჩაწოდება დარტყმა გურამ კაშიას დარტყმის შემდეგ ბეწვზე გადარჩა ყაზახეთის ნაკრები. თუ კვირკველია იყო. როგორც ჩანს კვირკველია და შეეძლო მას გოლის გატანა. ძალიან კარგი პოზიცია ჰქონდა და უნდა გაეტანა ახლა კვირკველიას. ნახეთ. კვირკველია ურტყამდა. უნდა გაეტანა. ცოტა დაბლა და შესაძლო ანგარიში ახლა 2-1. 100%-იანი მომენტი იყო. კანკავა, კარგია, კაჭარავა. დააგდო კაჭარავა უნდა იბრძოლოს ბურთისთვის. ოჩახ კაჭარავა. ბრავო! გააკარა ის 11-მეტრიანი არა შეტევაში დაგვაჯარიმეს ახლა. რა კარგი იყო ნიკა კაჭარავა, შესანიშნავად ითამაშა. ახალგაზრდა შემტევმა, მანამდე კანკავა. ერთი როგორ მეორე ჩამოიცილა, გაძურა ფაქტიურად 12 შორის. საჯარიმოშიც შევიდა. აქ არ ვიცი ხა ხო წაიქცა მცველი და ფეხებზე ჩამოეკიდა არ ვიცი შეიძლებოდა ალბათ 1 მეტრიანის დანიშნა მე ვფიქრობ რომ ნამდვილად შეიძლებოდა აი ხედავთ განმეორებით კაჭარავა მეკარე გამოსულია კარიდან დაასწრე კაჭარავა და უნდა გაეტანა ახლა ნიკა კაჭარავას რა მომენტი ქონდა საქართველოს ნაკრებს